ვინ დგას უფრო მაღლა ვიდრე ქართველი ხალხი. ამისთვის როგორ შეიძლება ქართულ ხალხს ვაკადროთ გაყალბება რამეში? დღეს არის ჩემი პირველი პოდკასტი და ჩემი სტუმარია საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი ქალბატონი მანანა სანაძე. თქვენ დაიწყეთ ერთი ოთახით. თუ არ ვწდები, ხო? ორით. გაოცებული ვიყავი, როდესაც გავიგე ის, რომ უნივერსიტეტში დამფუძნებლები დივიდენდს არ იღებენ. რაც უფრო წარმატებული იქნება ჩვენი საზოგადოება, მით უფრო წარმატებული იქნება უნივერსიტეტი. მაყურებელს უნდა უთხრა, რომ ჩემი პოდკასტის დიდი ნაწილი დაეთმობა საქართველოს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ ძალიან საინტერესო ბევრ პროექტს. აი, საიდან წამოვიდა ეს ერთლარად ნაკიდის შენობა? უცბად ზარია და ვიღაცა მეუბნება, რომ იცით რა, ჩვენ ძალიან კარგი საქმე გააკეთეთ კიდე ქართოლოგიის ცენტრით. პირველად ესე იგი დავაფუძნეთ ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართოლოგიური ცენტრი. და მე მგონი ერთლარად არ გაგიხსნიათ, ხო ისიც? არა, ერთლარად არა. ჩვენ სხვათა შორის ერთობლივად ჩამოყალიბებული ვართ ტრადიციული ხელოვნების სკოლა, სადაც ბავშვებს სიმღერებს ვასწავლით და გალობას, ხო? მე მინდა ქალბატონ მანანას გადავუხადო მადლობა საქართველოს უნივერსიტეტისთვის. ძალიან ბევრი კარგი საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ ნაწილი მოვასწარეთ, ნაწილს მერეც გავაგრძელებთ აუცილებლად. როგორ მიყვარს გიორგი, როცა მღერი ხართ ხო? უფრო ვიდრე ვლაპარაკობ, ხო? ნამდვილად უნდა გამოგიტყდე.